დღეს რო ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ ერთი შეკრებით ეგ პრობლემა არ მოგვარდება და ეხლავე შეგვიძლია ვთქვათ რომ აი დღეს რო აქ ამ აქციას ჩავატარებთ ხვალ ეგ პრობლემა არ მოგვარდება და არ გაქრება და ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აბა რატო შევიკრიბეთ იმიტომ რომ საქმე მუშაობით კეთდება საქმე ბრძოლით კეთდება და ჩვენ თუ ერთმანერთ სიმართლეს ვეთქვით თუ ვეთქვით რაზე ვიფუძვით რის გამო და გვეყოფა იმისი შინაგანი ძალა შინაგანი დისციპლინა რომ ბოლომდე გავიტანოთ აი ეს ბრძოლა დღეს რო იწყება მივა თავის ბუნებრივ და სწორ დასასრულამდე და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოში აღარ იქნება პრიორიტეტი უცხოტომელი საქართველოში დადგება დრო როცა ქართველები ვიტყვით რომ პირველ რიგში საქართველო ქართველების საცხოვრებელი ქართველების გასახარი ქართველების გასამრავლებელი და ქართველების ღირსეულად საცხოვრებელი ადგილია და აი ამ ბრძოლაში რო დაგიძახით დღეს აი ამ წვიმიან დღეს როცა შეიძლება ბევრს ეგრე წარმოედგინა რომ სო ჩავარდა აქცია რა რავი ამინდი არ დაემთხვა ამდენი ხალხი დგახართ როგორც ჯარისკაცები და იბრძვით იმისთვის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ეგეთი მიდგომით ეგეთი დისციპლინით ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება ამიტომ მადლობა ყველას მადლობა თქვენ რომ აქ ხართ და დაიწყოს ჩვენი ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად ახო თუ ჩვენ ამ საქმეში ბრძოლა დავიზარე გარწმუნებთ არც არაბები დაიზარებენ და არც ხელისუფლება რომელიც 7 მილიარდად ყიდის აქაურობას აქ ეხლა ჩვენიანებით განა ზუსტად ისეთივე ჩვეულებრივი ხალხი რომლებიც აქ ბრძოლის და ძალის ხმევის მეც ამ საქმეში არაფერს არ იღებენ მოვახერხეთ რომ წვიმიან ამინჩი თუნდაც ასეთ ცუდ პირობებში ამდენი ადამიანი დგას მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს აქ სანამ 100,000 კაცის გამოყვანას ვერ შევძლებთ ქუჩაში როცა საქართველოს დაკარგვის საფრთხე გვიდგას მანამდე მთავრობას უკან ვერ დავახევინებთ თან 100,000 კაცის ქუჩაში გამოყვანა ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისე რომ მთავრობამ ზუსტად იცოდეს ესეთი ერთხელ გამოვიდნენ და დაივიწყეს მდგომარეობაში კი არ არიან თუ საჭიროა ჯერიდან ჯერზე ქუჩაში სისხლს გაგვიშრობენ და გვაიძულებენ უკან დახევას სანამ ამ მდგომარეობას არ მივაღწევთ მანამდე ცვლილებების მიღწევა იქნება შეუძლებელი მაგრამ იმისთვის რომ ამ მდგომარეობის მიღწევა მოვახერხოთ ჩვენ გჭირდება შემდეგი კონკრეტული ჩართულობა თქვენგან თუ ეხლა 1500 კაცი აორგანიზებდა ამ აქციას 10,000 კაცი სანამ არ ჩაეწერება მოძრაობაში რომელმაც უნდა გააჩეროს უკონტროლო მიგრაცია და რომელმაც უნდა გააჩეროს არაბული ქალაქები აქ არ არის საუბარი პარტიაში ჩაწერაზე ამ მოძრაობაში თუ ჩაგვეწერებით რომ თქვენი სახელი და თქვენი ტელეფონის ნომერი დაგვიტოვოთ და გვითხრათ აგერ მე ერთი ადამიანი მზად ვარ ამ ბრძოლაში ჩავერთო და თუ საჭირო გახდა მარტო კი არ წამოვალ ჩემს გარშემო ვინც ჩემიანი ვიცი ვისაც გული უძგერს ამ ქვეყნისთვის იმ ხალხს წამოვიყვან და აქ დავდგებით 100,000 და ვაიძულებთ მთავრობას უკან დაიხიოს ეს გჭირდება ეხლა ამ ბრძოლისთვის ხალხო ჩვენ აგერ 2 წლის განმავლობაში უყურებდით ევროპას გვართმევენ თემაზე მართლა გამოდიოდა ქუჩაში 100,000 ჩვენ საქართველოს კარგავთ
და ამაზე თუ 100,000 კაცი ქუჩაში ვერ გამოვიდა, ესე იგი არ გვდომია ეს ქვეყანა. მე მეშინია იმ მომავლის, რომელიც იქნება თუ არ გავაჩერეთ. ჩვენ უნდა გავაჩეროთ ის მომავალი, რომელიც ასეთი პოლიტიკით მოგვივა აუცილებლად და ისევ წავიყვანოთ ქვეყანა იქით, რომელიც ისტორიულად ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს. ჩვენი წინაპრები გმირები იყვნენ, იმიტომ რომ ქრისტიანობას იცავდნენ. ის წინაპრები იყვნენ გმირები, ვინც ქრისტიანობა მიიღო, შემოიტანა აქ, ამ იმისთვის იბრძოლა. და ჩვენ აქ მხოლოდ ციფრები გვიტრიალებდეს თავში, ეგ არ არის სწორი მიდგომა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ფასეულობები, მეგობრებო. და მაგას ვიცავთ ეხლა დღეს ჩვენ. და იმედს ვაძლევთ იმ ადამიანებს, რომ აზრი აქვს მეგობრებო ბრძოლას, შემოგვიერთდით ყველა, მომავალში ყველაფერი გაგრძელდება ეს პროცესი და თქვენც ჩვენთან ერთად დადექით, ვინც აქ არ ახარ. თქვენ ხართ მეგობრებო საქართველოს გული. ვინც აქ ხართ, ვინც აქ გახართ, თქვენზე დგას საქართველო. მაგრამ ვინც აქ არ არის გამოსული და ვინც არ აქტიურობს, იმ ადამიანებს ძალა უნდა მივცეთ ეხლა ჩვენ. იმ ადამიანებს უნდა იმედი გაუჩინოთ ჩვენი დღევანდელი შეკრებით. და მომავალში კიდევ უფრო იმედიანად ბევრი უნდა ვიყოთ, ამაზე ბევრად მეტად. ეგ არის ეხლა რასაც საფუძველი უნდა ჩაუყაროთ მეგობრებო. შობადობა სიკვდილიანობა უსწრებს, ხოლო ქართველების ემიგრაციის მასშტაბი საზღვარგარეთ უკვე არანორმალურ ნიშნულს აღწევს. და ამ ყველაფრის ფონზე მე თქვენ გეკითხებით, დამატებით კიდევ 2 ახალი ქალაქის აშენება, სადაც დეკლარირებულად გამოცხადებულად ბევრი ადამიანი ვეუბნებიან, რომ უმრავლესობა უცხოელი ჩასახდება. ჩვენ რაში გვჭირდება? რომელ ეროვნულ ინტერესში შედის ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის დემოგრაფიული წილის შემცირება საკუთარ ქვეყანაში? საქართველო კი არა, ჩვენზე განუზომლად უფრო დიდი ევროპა, ამერიკა ვეღარ უმკლავდება მასიურ მიგრაციას. ხელისუფლებამ კაფიოთ უნდა გააცნობიეროს. ამ საკითხში ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხართ. რადგან ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და ამაზე უფრო ფუნდამენტური არაფერია. აქ საუბარია ჩვენი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე. და მე, როგორც რიგითი ქართველი, როგორც მამა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებ, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს ქართველებისგან დაცლილ საქართველოში, სადაც ის შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეს და ღირსება აყრილად იგრძნოს თავი. და მე მთელი გულით დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სანამ პირში სული გიდგათ, ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებ. არა არაბული ქალაქების მშენებლობას, არა საქართველოს კოსმოპოლიტურ თავშესაფრად გადაქცევას. საქართველო იყო ჩვენი, საქართველო არის ჩვენი და საქართველო იქნება ჩვენი უკუნითი უკუნისამდე.